ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 18. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო და ჩვენი მიზანია ვიპოვოთ სხეულის მიერ დროის 0-8 წამ შუალედში გავლილი მანძილი. ხო, გამომდინარე იქიდან, რომ გავლილი მანძილს ვიხასიათებს თვითონ გრაფიკის ქვეშ მოქცეული ფიგურის ფართობი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ გავლილი მანძილი S-ი ტოლი იქნება 0-დან 2 წამამდე რა მანძილს გაივლიდა? გაივლიდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, ამის ფართობი იქნება 2 არის სიგანეს სიმაღლე 2 × 2/9. 4 მეორედი, ანუ 2 იქნება დამატებული. შემდეგ აი ეს მონაკვეთი იგივე სამკუთხედია, ოღონდ ქვემოთ მხარეს არის, აქაც იქნება 2 ჯერ 2/9, ესეც გამოგვდის 2-ის ტოლი, როგორც ხედავთ, 2 დაემატება პლუს ამას აი ეს 4-დან 6 წამამდე გვაქვს უკვე მართკუთხედი, ხო? უბრალოდ კვადრატი არის, 2 ჯერ 2 ან 4 დაემატება და შემდეგ 6-დან 8 წამამდე კიდე გაივლიდა, აი ამ ფართობს, აი სამართკუთხა სამკუთხედის, ესეც იქნება 2 ჯერ 2/9, კიდე 2 დაემატება და ჯამში გამოგვდის 10 მეტრი. შესაბამისად, პასუხი რა დავწეროთ? სხეულის მიერ გავლილი მანძილი S-ი ტოლი იქნება 10 მეტრის. ეს არის პასუხი B.